სანამ თემას დავიწყებ, მე შინაგანად მქონდა რაღაც ესეთი განცდა. დაახლოებით 1 თვის წინ, როცა გორში მომიწია სიტყვის თქმა მსახურებაზე, საგალობელი ქონდათ იქ, ზუსტად სიტყვები ახლა აღარ მახსოვს, დაახლოებით ესეთი ის არის. შენ გესმის ჩემი ხმა, როცა მისმე თუ რაღაც ესეთი სიტყვები არის და გავართ ლოცულობთ, გალობთ რაღაცა და უცბად სული წმინდა მოდის. და თითქოს შეკითხვასავით გელაპარაკება და გეუბნება, რომ მართლა ეს მის ღმერთს ყველაფერი? მეთქი ღმერთო უცბად გავჩერი, აღარ გალობ, აღარ თუ მეთქი ეს რას ნიშნავს? შესაძლებელია, რომ ღმერთი ჩვენი აღარ ესმოდეს. შესაძლებელია, რომ ღმერთი ჩვენი აღარ ესმოდეს. იმიტომ კი არა, რომ რაღაცა მე ჩემი გამოცხადება მივიღი ან რაღაცა თვითონ წერილი ამბობს. მე მინდა წავიკითხო ეს ესაიას 59 თავი. მეორე მუხლი. ერთადერთი ადგილი, ალბათ, მე სხვა ადგილი არ მახსენდება, სადაც წმინდა წერილი ლაპარაკობს, რომ ღმერთს შეიძლება ჩვენი აღარ ესმოდეს. მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ღმერთი წავიდა ან რაღაც ისეთ მდგომარეობაში, არა. იმიტომ რომ ჩემი მდგომარეობა არის როგორც პეტრე მოციქული ამბობს, რომ ქვისასრულ მანძილზე ვარ უკვე. მე თვითონ აღარ ვარ სწორ მდგომარეობაში. ნახეთ ბიბლია რას ამბობს. რადგან თქვენმა უკეთურებამ გაგმიჯინათ ერთმანეთისაგან, თქვენ და თქვენი ღმერთი და თქვენმა ცოდვებმა დაფარესო მისი სახე, რომ თქვენგან რო არ ესმინაო. ეს არის ის ადგილი, სადაც შესაძლებელია, რომ ღმერთი ცირავ ლოცულობდე კიდევ ბევრ რაღაც ვაკეთებ, მაგრამ ღმერთს აღარ ესმოდეს ჩემი. რატომ? იმიტომ რომ აღარა ვარ იმ მდგომარეობაში. სანამსახურებები დაიწყებოდა, ჩვენ ქონდა გუნდის მეცადინეობა, ქონდა შეხვედრა ლოცვაზე და თითქმის ყველა ერთსა და იგივეს ამბობს, რომ თუ ღმერთის ნებას არ გავითვალისწინებთ და ჭურჭელი სწორ მდგომარეობაში არ იქნება, შეუძლებელი არის ღმერთმა თავისი სული გადმოღვაროს. უბრალოდ ვეღარ დაგველაპარაკება. განა არ უნდა რომ დაგველაპარაკოს. შეიძლება გველაპარაკება კიდევაც, მაგრამ ჩვენი არასწორი მდგომარეობიდან გამომდინარე, მე უკვე მისი აღარ მესმის. ეს ღმერთის პრობლემა არ არის. ეს უკვე ჩემი პრობლემაა. და მეორე, რასაც მინდა რომ შევიხო, სანამ თემას დავიწყებ, ეს არის ბიბლია ამბობს, რომ ღმერთის მოგერიებულ მკლავს ვინ გააჩერებს. ესეც შესაძლებელია, რომ ღმერთის მოგერიებული მკლავი გაჩერდეს. ისევ წერილიდან. თუ გახსოვთ, მე არ მინდა წავიკითხო ეს ადგილები, ისტორია, როდესაც ღმერთი მოდიოდა, რომ ისრაელი გაენადგურებინა. და ერთი ადამიანი, რომელიც ორ პოზიციაში იყო, მოსე ჩადგა შუაში. და ეუბნება უფალო, აი ეს მოგერიებული მკლავი, რომელიც უკვე უნდა გაენადგურებინა. ჯობია მე წამიყვანო, ვიდრე ებრაელები და ჩემი ხალხი გაანადგურო, შენი ხალხი გაანადგურო უფალო. და ღმერთმა გადაიფიქრა ეს წერია. ანუ მოგერიებული მკლავი გაჩერდა. მაგრამ რა აჩერებს? ერთი არის, რომ ჩემი არასწორი მდგომარეობა, მე ღმერთს აღარ ესმის ჩემი, იმიტომ რომ შუაში არის რაღაცა უხილავი კედლებით, რომელიც უკვე ვეღარ მიდის უფლამდე, იმიტომ რომ ცოდვა მაინდამაინც არ ნიშნავს კაცის კლასს, რაღაცა უბედურებას. ცოდვა უკვე ნიშნავს იმას, რომ მე ღმერთის ნებიდან გამოვდივარ. მე მისი მეფობიდან, მისი იმ მდგომარეობიდან და მისი ნების შესრულებიდან გამოვდივარ უკვე. და მე უკვე არასწორ პოზიციაში ვარ. და მეორე როცა შემიძლია რომ სწორ პოზიციაში ვიყო და ღმერთმა ჩემი გაიც ისე რასაც სიამოვნო, როცა ადამიანები ვარ და ღმერთი ხშირად ადამიანურ სიტუაციებში გვაყენებს ხშირად, რომ გავიგოთ მე ღვთიური, რომ ადამიანურ პრაქტიკულ რაღაცებს გვეხებით ხშირად, რომ ნახე თუ ეს ადამიანურად რამდენად სასიამოვნოა, ღვთიური რამდენად დიდი იქნება. როცა მაგალითად ცირო ვიღაცის აზრს რომ შენაც რომ გაითვალისწინებს ვიღაცა, ხო სასიამოვნოა. და რამდენად დიდი სიამოვნებაა, როცა ღმერთი შენ აზრს ითვალისწინებს. რამდენად დიდი პრივილეგიაა ესა, რამდენად დიდი პატივია ეს ჩვენთვის, ხო? მაგრამ ეს ისევ ეს არ მოდის იქიდან გამომდინარე, რომ მე რაღაცა უნდა გავაკეთო ღმერთისათვის. არა, მე ღმერთის ნებისთვის რაღაცა კი არ უნდა გავაკეთო, მე ღმერთის ნება უნდა შევასრულო. ის თავისავად გაკეთდება რაღაცები, იმიტომ რომ მე ღვთისნებაში უნდა დავრჩე. ბოლო ეხლა მინდა რომ თემაზე გადავიდე და ბოლო კვირები პასტორი სულ ლაპარაკობდა ერთ რაღაცაზე, რომ სხეულებრივობაზე, ერთობაზე, ერთსულოვნებაზე. ჩვენც გქონდა მსახურებაზე და საოჯახოებზეც ამას ვსაუბრობთ ხოლმე, რომ ერთობა და ერთსულოვნება. რატო არის ეს მნიშვნელოვანი?
რატომ მისცა ღმერთმა ასეთი დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა. მე არ ვამბობ, ეს ერთადერთია, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვანთაგან. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრ ადგილებს ვნახავთ ბიბლიიდან, წმინდა წერილიდან, სადაც ჩანს, რომ ერთსულოვნებას და ერთობას რამდენად დიდი მნიშვნელობა. ეს მარტო ჩვენთვის კი არა ძალიან მნიშვნელოვანი, ღმერთისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. მოდი მინდა წავიკითხო და დავიწყე ეს არის რომაელების მე-15 თავი, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ შეხსენებისთვის გავიხსენოთ. რომაელთა მე-15 თავის მე-5 მუხლი. ხოლო მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ერთმანეთში ერთსულოვნება ქრისტე იესოს მიხედვით. ხშირად შეიძლება ერთობა, შეიძლება ელემენტარული ახსნა, მაგრამ მნიშვნელოვანი და საყურადსაღებო, რომ ერთობა სულ არ ნიშნავს ერთად ყოფნას. შეიძლება ადამიანები ერთად იყვნენ, მაგრამ ერთობა საერთოდ არ აქვს. იმიტომ რომ ერთ მუშტად, აი რო ამბობენ ხოლმე ერთ მუშტად. შესაძლებელი, აი ჩვენ ყველანი ერთად ვზივართ, ერთ დარბაზში ვართ ყველანი. მაგრამ შეიძლება ერთად ერთსულოვნება არ გქონდეს. მაგრამ შესაძლებელია ორი ადამიანი, თუნდაც სხვადასხვა ადგილას იყვნენ, მაგრამ ერთსულოვნება და ერთი აზრი გქონდეთ. ეს ორი განსხვავებული რაღაცა არის. ერთობას, ერთსულოვნებას სჭირდება მოთმინება. პასტორიც ამბობდა წინა კვირებში. სჭირდება შრომა. სჭირდება ერთგულება, მიძღვნა, შრომა. არ ვიცი, რავი, შეიძლება ბევრი რაღაცები ჩამოვთვალოთ, რომ ეს რაღაცები თავისთავად არ მოვა და არც მოდის ეს და ცირა მე რომ მინდა წინაზეც ვამბობდი მე შესაძირავზე როცა მინდა ეს არ ნიშნავს იმას რომ მე უკვე ვარ ამ მდგომარეობაში. სურვილი კაია უკვე, ეს კარგია, მაგრამ ფილიპელების წერილში პავლე მოციქული ამბობს რომ ღმერთი დევს თქვენში სურვილს და მოქმედებასაც. ანუ მარტო სურვილი რომ ჩამედო ეს არ ნიშნავს უკვე რომ მე მიღწეული მაქვს რაღაცეები უკვე. მე უკვე იმ მდგომარეობაში ვარ. ვიცისა და ვარ შორის ხშირად წყემსი ამოსხოვნე. ძალიან დიდი განსხვავებაა. მაგრამ შესაძლებელია მე ვიციდან ვარში გადავიდე. როგორ შეიძლება გადავიდე? აი მოქმედებას გავყვე, რომელიც სურვილსაც ღმერთი დებს რომ გავყვე. რისთვის დებს ღმერთის სურვილს? შეკითხვა ხო შეიძლება დაიბადოს, რისთვის დებს ღმერთის სურვილს? იმიტომ რომ უბრალოდ სურვილად დარჩეს, ესე იგი მას აქვს რაღაცა ჩემგან მოსამოქმედებელი, რაღაცა გასაკეთებელი, რომ იმას მივაღწევთ, რაც უნდა ღმერთს. ჩვენ როცა ეკლესიაში მოვდივართ, ჩვენ არა ვართ იმისათვის მოსულები, რომ ჩვენი ნებით, ჩვენი შეხედულებებით, ჩვენი ასე ვთქვათ, აზრის გამტარებლები ვიყოთ. პავლე მოციქული პირველ კორინთელების წერილშიც ამბობს და მეორე კორინთელების წერილშიც, რომ ჩვენ კი გვაქვს ქრისტეს აზრი, პირველ კორინთელთა 2:16 წერია. ჩვენ გვაქვს ქრისტეს აზრი. და მე ამას ვატყუებთ, მეორე კორინთელებში ამას ვატყუებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესათვის დასამორჩილებლად. როგორ უნდა დავატყუევო აზრი? მე ჩემი აზრი დიდი ხანი უნდა იყოს უკვე გადაგდებულია. იცით, ძალიან რთულია, ეს სალაპარაკო ძალიან ადვილია, მაგრამ ძალიან რთულია პრაქტიკულად, რომ მოდი ახლა ჩვენ ქართველებს კაი გამოთქვა, რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი აზრი არის. და ვისი აზრი უნდა გავითვალისწინოთ? ვისთანაც კარგად მეგობრობ, ანუ წყემსის, ლიდერის, მსახურის, თუ ვისი? ყველა უნდა ემსახურებოდეს და ემორჩილებოდეს იმას, რასაც წმინდა წერილი ლაპარაკობს. ეს არის ღმერთის სიტყვა. ამაზე უნდა სწორდებოდეთ ყველანი. და მე ერთობაც მოდის, მე ერთსულოვნებაც მოდის და მე განხეთქილებაც კი არ არის ამაში, იმიტომ რომ ჩემი ას აღარ უწოდებ. მე უნდა გადავიდე სხვა მდგომარეობაში. ჩვენ ეკლესიაში, მე გულისხმობ ეკლესიაში მოსვლას არაკვირის მსახურებას. ჩვენ როცა ალბათ მოვინათლეთ ყველა სახსოვს ალბათ თავისი ნათლობა და მიძღვნა ღმერთისათვის, ხო? მე მგონი ყველა სახსოვს. შეიძლება დეტალურად არა, მაგრამ იქ ერთი რაღაცას ხო პირდები. პეტრე მოციქულიც ამბობს, რომ წმინდა სინდისით ღმერთს შეპირება. რა უნდა შევპირდე ღმერთს? ისე მე ჩემებურად გავაგრძელებ, ჩემ აზრს გავატარებ, ისე ჩემი შეხედულებით ვიმოქმედებ. რა თქმა უნდა, შეხედულებები სხვადასხვანაირია, მაგრამ ძირითადი საძირკველი, ფუნდამენტი რაც უნდა იყოს, ეს არის წმინდა წერილი, ღმერთის სიტყვა, ღმერთის ნება. თქვენ იცით, რომ პასტორი წასული არის რუსეთში, იქაც მსახურებაზე არის სხვათა შორის და ძალიან რთულია იქ, იმიტომ რომ იმის გამო, რომ რუსეთშია ბევრი რაღაცა შეზღუდულია, ინტერნეტთან მეტნაკლებად სწორობა აქვს, Facebook-ი საერთოდ გათიშულია, ვერ უკავშირდები შეიძლება, მაგრამ თავად იცით რა არის
მე რატომ მოვიყვანე პასტორის მაგალითი, რომ რასაც პასტორი აქ საუბრობს, ეს არ არის უბრალოდ მოსული სიტყვა, რომელიც უბრალოდ კვირის ერთ-ერთი მსახურებაა ჩვეულებრივი მონოტორული. არა. მადლობა ღმერთს წყემსისთვის, იმიტომ რომ ერთია, როცა გეუნებიან, იცი შენ შეგიძლია ეს თემა იქადაგო. მაგრამ მეორეა, როცა პირდაპირ ღმერთსაგან იღებ, რომ დღეს ეკლესიას რა ჭირდება. რა უნდა იყოს და რა ეკლესიამ რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. და რა უფრო მნიშვნელოვანია, იცი, ძალიან ბევრი საკითხები შეიძლება იყოს, მაგრამ თუ ამის წინ პასტორი ამბობდა, არსებობს საკითხები, პირველ ხარისხოვანი, არის მეორე ხარისხოვანი, პირველ ხარისხოვანში უნდა იყოს ერთობა. ერთხელ მახსოვს ჩვენ ორგანიზაციას მაშინ როცა სანამ ეკლესია დარეგისტრირდება, ერთობა ერქვა. ამ ორგანიზაციას და როცა მოდიოდნენ ან გაზის, ასე ვთქვათ, რომ ამოეწერათ მრიცხველის ჩვენება ან შუქზე რაღაცა და ორი პიროვნება მოვიდნენ და მეუბნებიან, რომ ანუ რა ქვია თქვენს ორგანიზაციასო და მეთქი ფონდი ერთობა არის და რითი ერთობითო მე მეუბნება. ნუ ახლა პირველი რაც ეგრევე უცბად ცოდვილი ბუნება ეგრევე ამოდის და უნდა რაღაცა ისეთი უთხრა. და მე ნუ მეორემ გააჩი, მე აღარაფერი აღარ მithქვია, მაგრამ მეორე მიხვდა, რომ ცოტა ისეთი უხერხული შეკითხვა იყო, რომ ვინ რითი ერთობა, მოდი ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ვინ რითი ერთობა, ეგ არავის საქმე არ არის, მაგრამ ნუ ერთ სიტყვით ის თქმა მინდა, ერთობა თვითონ ჩვენ ორგანიზაციასაც ერქვა სანამ ეკლესია დარეგისტრირდებოდა. თუმცა ეკლესია ვიყავით, მაგრამ არ ქონდა მაშინ იმის საშუალება, როგორც ესე ეკლესია დავრეგისტრირებული. მაგრამ მადლობა ღმერთს დღეს არის ამის საშუალება და ჩვენ ვართ როგორც ეკლესიად ოფიციალურად საქართველოში დარეგისტრირებული. მე ისიც თქმა მინდა, იცით ძვირფასებო, რომ თუ გვინდა რომ ერთობა და ერთსულოვნება მოვიდეს, ჩვენ გვჭირდება რომ ვისწავლოთ. და რომ ვისწავლოთ, უნდა ვეძებოთ. და რომ ვეძებოთ, კიდე წმინდა წერილი ლაპარაკობს, რომ ვინცო ეძებს აუცილებლად იპოვის. გააჩნია რას ვეძებ მე. ბიბლიაში ამბობს იესო ქრისტე თქვა ვინც, ანუ ვინც შეიძლება იყოს ვიღაცა, ვინც არ ეძებს. ვიღაც შეიძლება მე ვიყვან შენ, ან სხვა ვინმე ნებისმიერი, არ ვიცი მე. მაგრამ ქრისტემ თქვა რომ ვინც მოინდომებს რომ ეძებოს და რა უნდა ეძებოს და ვისი უნდა ეძებოს. უნდა ეძებოს ღვთიური. წეგალ მე ნათლობაზე როცა ლაპარაკობ, წმინდა სინდისით ღმერთის შეპირება ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ჩემი მეობა უნდა დავტოვო ძველ კაცთან ერთად. მე ჩემი აქ რომ მოვდივარ, ჩემი არ ქვია, უნდა იყოს ჩვენი. то ჩვენ მოწოდებულები ვართ როგორც ერთხეულად. ჩვენ მოწოდებულები ვართ იმისათვის, რომ ჩვენ ერთხეულად ღმერთს ვემსახუროთ. ბიბლია ამბობს, რომ ერთხეულად ვემსახუროთ, ერთი პირით, ერთი სულით ადიდოთ ღმერთი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას მიღწევა ჭირდება. თუ ვატყობ დღეს, რომ ძალიან ბევრია ამის მხრივ საშრომი, ამის მხრივ გასაკეთებელი. ერთსულოვნება რომ მოვიდეს, სულ მინიმუმ ორ ადამიანს ჭირდება შეთანხმება. თუ მესამეც დაემატება, იმასაც შეთანხმება ჭირდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მინდა რამოდენიმე ადგილები წავიკითხო წმინდა წერილიდან, ეს არის მათესახარება, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ მინდა რომ წავიკითხო, ეს არის მე-18 თავის მე-19 მუხლი. აქ შეიძლება ლოცვაზე ხშირად ლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ ეს მარტო ლოცვას არ ეხება. ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მათესახარების მე-18 თავის მე-19 მუხლი. თუ ორი თქვენთაგანი შეთანხმდება დედამიწაზე, მოითხოვოსო ნებისმიერი რამ და ეკნებათ მათ ჩემი მამისაგანო, რომელიც ზეცაშია. ნახეთ, წმინდა წერილი რას ლაპარაკობს, იცით? ორი შეთანხმება უკვე საწყისია იმისა, რომ ერთსულოვნებისაკენ გადაიდგას ნაბიჯი. მაგრამ რო გადაიდგას ნაბიჯი, მე ამისათვის რაღაცა ფასი უნდა გადავიხადო. რაღაცა მსხვერპლი უნდა გავიღო. რაღაცა უნდა, იცი, შეიძლება არც კი მე სიამოვნოს. მაგრამ წეგანაც როცა შესაწირავზე იყო და თორნიკე შესაწირავზე ამბობდა სიტყვას, ერთი მუხლი ახსენა. მე ვხარობ ჩემი ტანჯვით პავლე მოციქულიამის კოლასელთა 1:24-ში, ხო? ჩემი სხეული, ანუ სასიამოვნო არ არის, როცა საკუთარ თავზე ქრისტეს სხეულის გულისათვის განიცდი რაღაცას. მაგრამ სასიამოვნო არ არის, მაგრამ ხო სასარგებლოა. რისთვის და ვისთვის? პირველ რიგში იმისათვის, რომ სხეულის მშენებლობისათვის მე ჩემ რაღაცა როლს ვასრულებ. პავლე მოციქული ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ ჩვენ ღმერთის თანამშრომლები ვართ. ღმერთს უნდა რომ ჩვენ თანამშრომლები ვიყოთ, მაგრამ ისე ვამბობ, ისი არა როგორც ჩვენ გვინდა. ისი არა როგორც ჩვენ გადავწყვიტავთ. ისე ვამბობ, რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებული აზრი, ჩვენ არა ვართ რაღაცა რობოტები, ჩვენ არა ვართ ის მგონი, ჩვენ რაღაცა აზრი არ უნდა გქონდეს, მაგრამ
არის ერთი რაღაცა, რომ თავი თითოეული ჩვენთაგან უნდა სწორდე, მე მომწონს თუ არ მომწონს, მე ვინ მეკითხება. მე თუ გადავწყვიტე წმინდა სინდისით ღმერთს შევპირდე. მე თუ გადავწყვიტო რომ ღმერთს გავყვე, მე თუ გადავწყვიტო რომ ღმერთს ვემსახურო, ჩემი აზრი გასათვალისწინებელია. პირველ პლანზე თუ ღმერთის ნება მე გარწმუნებთ, თუ ყველანი დავიწყებთ ამის მხრივ შრომას, რომ მივახციოთ ამას, თქვენ გარწმუნებთ, ხვალე ეკლესიისათვის შეუძლებელი აღარაფერი იქნება. წინა კვირასაც პასტორი ამბობდა, რომ სხეული როცა აქ ვიდექი და ვაშენებდი, ერთსულოვნად ვაშენებდითო. ერთსულოვნებას მოვაკ ძალიან დიდი რაღაცეები. დიდი ძალა არის ერთსულოვნება. მე მინდა წავიკითხო ებრაელთა წერილი. ვისაც გაქვთ სახარებები, ეს არის მეათე თავი ებრაელთა წერილი. ქრისტეზე წერია, რომ მან მაგალითი დაგვიტოვა, რომ მის კვალს გავყვეთ, ასე ამბობს წმინდა წერილი. მე მინდა წავიკითხო მე-7 მუხლიდან მე-9 მუხლის ჩათვლით. მაშინ მე ვთქვი, აი მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად ღმერთო. ზემოთ თქვა, რომ არც მსხვერპლები, არც შესაწირავები, არც ყოლა დასაწველები, არც მსხვერპლები ცოდვისათვის, რომლებსაც სწირავენ ჯულის თანახმად, შენ არინებე და არც იყო შენთვის მოსაწონიო. მაშინ დასძინა და მეორეთი მეორებს წმინდა წერილი და ავტორი, რომ მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად ღმერთო. შენი ნების იცით, იმისათვის რომ მოვიდეს შეთანხმება, მოვიდეს ერთობა, ნება არის საჭირო. ნების გამოხატვა არის საჭირო. პირველ რიგში ღმერთს უნდა რომ ღმერთის ნება არის რომ ერთობა იყოს და მეორე ის ნება არის რომ ჩვენც უნდა გვინდოდეს რომ მოვიდეს ერთსულოვნება. ისევ ამბობ, სურვილი არ საზღვრავს რომ უკვე მე ამ პოზიციაში ვარ. ყველა იცით ძალიან მტკივნეულია შრომის პროცესში რაღაცა იმ უდაბნოს გზის გავლა. რთულია, მტკივნეულია, მაგრამ არა შეუძლებელი. თუ ღმერთს დავეკითხებთ, როგორ მოვიცეთ, ისევ ამბობ, თუ ჩვენს ბოდის ვიხდი ამ გამოდო ჩვენს ძველი კაცის ნაგავს გადავყრით და ღმერთისთვის შეიმოსეთ ახალ კაცად წმინდა წერილი ამბობს ეფესელებში. თუ მე უნდა ვიმოსო ამით, მე ჩემი აზრი აღარ მაინტერესებს. თუ ყველა, აი ზოგი როგორც ადრე მე მახსოვს ხოლმე, იყო ესეთ სხვა ეკლესიაში გულისხმობ, სადაც მე საკვირაოში დავდიოდი და ალბათ ვინც იქ იყვნენ და მემოწმებიან. ალბათ ესო წერია, ალბათ თამონაზე არის ლაპარაკი, ან იაზე, ან შეიძლება ეკაზეც იყოს, ან კიდე სხვაზე და სხვაზე. მე არ მეხება ეს. იმას ჭირდება ალბათ. სინამდვილეში ყველას გვჭირდება. იაკობის წერილი რას ამბობს, იცით? დღესაც იყო აქ ზუსტად დაწერილი. ნახეთ. იაკობის პირველი თავი. მოდი 22 მუხლიდან წავიკითხავ. იყავით სიტყვის შემსრულებლები და არა მხოლოდ მომსმენები თავის მოსატყუებლად. რამე თუ ვინმე ისმენს სიტყვას და არ ასრულებს, წმინდა წერილი დაწერილია იმისათვის, რომ ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ და არა წასაკითხი. ბიბლია არ არის წასაკითხი წიგნი. იოანეს სახარებაში ქრისტემ თქვა ესეთი რაღაცა, იკვლევთ წერილებსო და გონიეთ მასში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე, ისინი ჩემზე მოწმობენ. ანუ უნდა გამოვიკვლიოთ წერილები იმისათვის, რომ მიხვდეთ, რომ რისი თქმა უნდა ღმერთს ჩვენთვის და არა იმისთვის, რომ ესე ვიღაცა საკლია ეს. თუ ვინმე საკლია, საკუთარი თავები უნდა დავინახოთ პირველ რიგში. მერე მიხვდებით, როგორ ველაპარაკოთ ერთმანეთს. ქრისტემ თქვა, როგორ შენ თვალში ბეწვ ვერ ხედავ და სხვის თვალში დირეს ხედავ? ჯერ ამოიღე შენი თვალიდან და დაინახავ სხვისგან როგორ ამოიღო. მაგრამ ეს როგორც ყოველთვის სხვაზე არ უნდა მქონდეს მე გადატანილი ისრები. ისევ ეს შეიძლება რთულია, შეიძლება მტკივნეულია. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ღმერთის ნების შემსრულებელი ადამიანი იოანეს წერილში წერია, უკუნისამდე ისოცხლებსო. ღმერთის ნების შემსრულებელი. ეს არის 1 იოანეს 2:17 თუ არ ვცდები, 15-17 მუხლები. ღმერთის ნების შემსრულებელი. გავაგრძელებ იაკობის წერილის კითხვას. რამე თუ ვინმე ისმენს 23 მუხლი, ისმენსო სიტყვას და არასრულებს, გავს ადამიანს, რომელიც თავის ბუნებრივ სახეს სარკეში ათვალიერებს. რამე თუ შეხედა თავის თავს, წავიდა და მყისვე დაავიწყდა, როგორია ის იგი. მაგრამ ვინ ჩაუკვირდება სრულყოფილის ჯულს თავისუფლებისას და დარჩებაო მასშიო, მომსმენი და დავიწყებელი კი აღარა, არამედ საქმის ქმნელი და კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებებშიო. ყველაზე მთავარი რაც არის, რომ ჩვენ
როგორც სარკის შეიძლება წავიდე დამავიწყდე როგორი ვარ, ყველანი როცა გამოვდივართ სახლიდან, მით უმეტეს როცა კვირა დღეს მოვდივართ და უნდა შევიკრიბოთ, დარწმუნებული ყველანი სარკეში ვიყურებით. და ყველას გვახსოვს როგორები ვიყავით და როგორები დავრჩით, მაგრამ წმინდა წერილი ზუსტად ალეგორიას იმას ლაპარაკობს სულიერი გადატანით, რომ როცა მე ვკითხულობ, მე სხვისთვის კი არ არის ეს. ჩემი ანარეკლი უნდა დავინახო. სარკეში მე სხვას ვერავის არ ვხედავ ჩემს გარდა. იმიტომ რომ ჩემ ანარეკლს უნდა დავინახო ჩემი ანარეკლი, რომ ღმერთო რამდენი მაქვს მე საკუთარ თავთან საშრომი. თუ ამას მე დავინახავ რამდენი მაქვს მე საკუთარ თავთან საშრომი, დამოკიდებულება შეიცვლება ერთმანეთის მიმართ, პატივისცემა შეიცვლება. იცი, წმინდა წერილი ამბობს, რომ საკუთარ თავზე მეტად შეერაცხეთ ერთმანეთს, თუმცა ძველი ქართული სიტყვაა შეერაცხეთ, მაგრამ დააფასეთ ერთმანეთი ამბობს. ვასრულებთ. ზოგჯერ გონია რომ მარტო ერთის ყველანაირად შესასრულებელი არის. წეგანს როცა ვგალობდით ერთის მუხლი მახსენდებოდა ტიმოთეს წერილის მესამე თავის მე-16 მუხლი. მთელი წერილი ღვთისმსულიერია. მთელი წერილი ღვთისმსულიერია. მაგრამ რისთვის არის ღვთისმსულიერი? ვისთვის არის? რისთვის არის ღვთისმსულიერი? დასარიგებლად ბიბლია ამბობს, გამოსასწორებლად თუ იაკობის წერილს წავიკითხავთ, გამოსასწორებლად სხვისთვის არა, ჩემთვის. გამოსასწორ და ჩამოთვლილი არის. რისთვის უნდა იყოს? რისთვის და ვისთვის უნდა იყოს? ნახეთ ლუკას ახარებაში წავიკი ეს ვიცით ეს შეიძლება ისე ვამბობ სხვადასხვა კონტექსტი შეიძლება განიხილოს, მაგრამ 25 მუხლიდან ლუკას ახარების მე-14 თავის 25 მუხლი. მოდი 25-დან 27-მდე წავიკითხავ და მე მარტო 33-ს. აქ ქრისტე ლაპარაკობს სამ მდგომარეობაზე. თუ ვინც გადაწყვიტა რომ ღმერთს გაყვეს. იცით ისე ვამბობ. ეკლესიაში მოსვლა რომ მე უბრალოდ მოვდივარ კვირა დღეს რომ ღმერთს ვემსახურო, ეს არ ნიშნავს რომ მე უკვე ღმერთს მივყვევი. ძალიან კაფიოთა თქვა იესო ქრისტემ, რომ თუ გინდა იყო ჩემი მოწაფე, თუ გინდა იყო ქრისტიანი. ამის წინ პასტორები ქრისტიანობა და მოწაფეობა განსხვავდება ერთმანეთისაგან. მოწაფე ის არის, ვინც მიყვება. მოწაფე ნიშნავს იმას, რომ ვინც მიმყოლი არის. ქადაგება მთაზე, პირველი ნეტარება, რა არის? ნეტარ არიან სულით ღარიბნი. სულ ყოველთვის დამოწაფებული ვარ და სულ ყოველთვის ვარ შეერთებული იმ წყაროზე, რომ მე უნდა ვიყვებო, მე უნდა გავიზარდო, მე უნდა შევიცვალო, მე უნდა ჩემი მდგომარეობა უნდა შევცვალო, იმიტომ რომ ღმერთი გვიღებს, ისა ღებულობს ისეთ როგორებიც ვართ, მაგრამ ღმერთს არ უნდა რომ დავრჩეთ ისეთები როგორებიც ვიყავით. ჩვენი შეცვლა იმიდან გამომდინარე, რომ ხშირად წყემსიც ამოწმებდა ხოლმე, რომ მახსოვსო ჩემი თავი, რომ როგორ ვიყავით და დღეს ღმერთი მზრდის, თუ ჩვენ დავაკვირდით საკუთარ თავს, ვიზრდებით თუ პირიქით, უფრო არასწორ მხარეს მივდივართ, უფრო გაუარესი, რაც უფრო მოვიდ, უფრო ნერვები მაწყდება, უფრო შეიძლება ვღიზიანდები რაღაც. ეს იცი რას ნიშნავს? ისე ვამბობ, უამრავი ადამიანი, უამრავი მიზეზი შეიძლება მოძებნო მე ეკლესიაში, ვინც მე გამაღიზიანებს და პრობლემას შემექმნის. მაგრამ თავარი ის კი არ არის, რომ ის დავინახო რა არის სწორი. თავარი ის არის, რომ ესე იგი მე თუ ვღიზიანდები, ჩემში მაქვს რაღაცეები დასალაგებელი. თუ გახსოვთ ძალიან ადრე ბიბლის სკოლაში, პირველად რომ მოვედი ეკლესიაში, ბიბლის სკოლაში, მაშინ დაბლა დარბაზში ტარდებოდა ხოლმე ერთმა ქალბატონმა, თუ გახსოვთ, პასტორი ლუდა იყო ხოლმე, თუ გახსოვთ. ტყემლის ბოთლი რომ მოიტანა და იყო ჭუჭყიანი და წყალი ესხა. ოღონდ იყო ეს ჭუჭყი დალექილი. და ქრისტიანი როგორ არის იცი, როცა შეანჯღრია, ეს ჭუჭყი მთლიანად აირია წყალთან ერთად. და გენდომება თუ ესეთი ჭურჭელთ ვიღაცამ წყალი დაგისხას, ან სურვილი გექნებათ რომ დალიოთ, არავის არ გექნება სურვილი. ამიტომ განწმენდვა ეს ჩვენი ღმერთთან თანამშრომლობის მდგომარეობა არის. მაგრამ ისე ვამბობ, სხვაზე არ უნდა ვიყოთ, მე უნდა დავინახო საკუთარი თავი, რომ რა მაქვს მე შესაძლებელი. მოდი წავიკითხოთ ლუკას ახარების მე-14 თავის 25 მუხლიდან. დიდძალი ხალხი მიდიოდა მასთან და ის მიუბრუნდა მათ და უთხრა: თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ სულსაც კი მას არ შეუძლიაო იყოსო ჩემი მოწაფე. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და ის არ გამომყვება, ვერ შეძლებს გახდეს ჩემი მოწაფე. და 33 მუხლიც ამბობს: ასევე ყოველი თქვენგანი, ვინც უარს არ იტყვის, ყველაფერზე რაც გააჩნია, ვერ შეძლებს ჩემს მოწაფედ ყოფნა. აქ როცა ვინც არ მოიძულებს, მართლა სიძულვილზე კი არა, ქრისტეს სიყვარულს ასწავლიდა და რა მოძულებაზე არის ლაპარაკი.
აქ არის პრიორიტეტებზე ლაპარაკი, რომ ჩემთვის რა არის მთავარი და უმთავრესი, რა პრიორიტეტები არის ეგ, ხო? მოწაფეობა ეს არის ის, რომ ჯვარზე, რასაც ქრისტე ლაპარაკობს, ჯვარი არ არის უხეშად ვთქვათ, ადვილი სათრევი, ასე ვთქვათ. ძალიან ძნელი არის. გალატელების წერილში რასამოს პავლე მოციქული წეულია ვინც დაკიდებულია ძელზე, ხო? ანუ ჯვარზე ისეთებს კიდენ ყველანაირი ვარგისი, ყველანაირი რავიმე ცუდი ადამიანის მქონე, რაც ცუდი ჩაუდენია, უკანასკნელი ალბათ ასე რო ითქვას, მაგრამ ნახეთ, ის ჯვარი ქრისტემ თავისი ჩვენთვის აზიდა, მაგრამ ჩვენი ჯვარი გვაქვს ყოველდღიურად სატარებელი. ყოველ კვირა კი არა, რომ კვირაში ერთხელ რაღაცა 2 საათით ან დღეში ერთხელ ან რამოდ ყოველ წუთსა და წამს ღმერთი სადრას დაეშვება სიტუაციები. ყოველთვის შეიძლება აი გამოვიცადოთ, მაგრამ გვართ კი ჩვენი მზად იმისათვის, რომ ფორმაში ვიყოთ. ეს შეკითხვა საკუთარ თავს უნდა დაუსვათ. აი ერთი ელემენტარული მაგალითს მოგიყვანთ 2 დღის წინადას ჩემზე. თბილისში მუშაობდა, ჩემო უფროსმა გაუმატანა თანხა დოლარები, რომ უნდა მიმეცა ვიღაცეებისთვის. და მეც უბრალოდ ესე გადავთვალე და ნუ რავი ხო ამდენია ჩავიდე ჯიბეში. მივედი მიუტანე ერთს, მიუტანე მეორეს, მიუტანე მესამეს, $100 ზედმეტი დამრჩა. ვიძახი მეთქი ანუ მომწერა, კიდე მეთქი მომწერეთ, რომ მაინც არ ამერიოს, რომ ვიცოდე ვის რა უნდა მივცე. დაწერია მეთქი, მივეცი ამდენი, კიდე ერთი 9 ჯერ გადავატრიალე ჩემს, მეთქი ხო არაფერი მავიწყე, ვიღაცასთან ნაკლებად ხო არ მივეცი, ან ზედმეტად ხო არ გადავაყოლე. ნუ არა, რა თქმა უნდა. მე რეურეკავ ჩემ უფროს ვეუნები, რომ მეთქი ანუ შენ რამდენი მომეცი, ამდენი და ამდენი. და მეთქი $100 მეტია მაქვს მე. აი მოიცა გადავამოწმებო თვითონაც და ხო ზედმეტი მომეციაო მე. შემეძლიცი რა საერთოდ ვერაფერს ვერ გაიგებდა. ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებდა იმას $. რა მშვენიერი ფულია ჩაიდე ჯიბეში, რა პრობლემა არის. დღევანდელობაში ძალიან მშვენიერი არის, მაგრამ რა არის იცით? შეიძლება ის კონკრეტულ მომენტში რაღაცა დაგვიკმაყოფილოს, მაგრამ იქ გავაფუჭებთ სამუდამო ურთიერთობას. რომ ღმერთის ნებას აღარ ვასრულებთ. ვერავინ ვერ დაინახავდა და მანქანაში მარტო ვიყავი, კაცშვილი არავინ არ იყო. ვერავინ ვერაფერს ვერ მიხვდებოდა, მაგრამ ბიბლია მოსწონს, მის წინაშე ყველაფერი ღია და გაშიშვლებულია, ვისაც ვაბარებთ ანგარის. ვერაფერს ვერ იმას ვიზავთ, თუ რაღაცა დავმალოთ. ღმერთის ნება ზუსტად იმაში გამოიხატება, რომ მე ჩემი თავი უნდა დავინახო, რომ ღმერთს დავემორჩილო. მათ ესახარება მამაო ჩვენოს ლოცვა. ყველამ კარგად ვიცით, მე-6 თავი. მამაო ჩვენოს ლოცვა ასე არის, მე-9 მუხლები. თქვენ კი ასე ილოცეთ. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყოს სახელი შენი და მოვიდეს სუფევა შენი და იყოს ნება შენი. ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. ჩვენ ვალდებულება გვაქვს იმისა, რომ ის ნება უნდა განხორციელდეს, მაგრამ ჩვენ ლოცვაშიც კი ვამბობთ ხშირად იმას, რომ იყოს ნება შენი ღმერთო, რისი ნება ვისთან უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს. ჩვენ ისე ვამბობთ, ეკლესიაში არა ვართ მოსულები იმისათვის, რომ ჩვენი მეობა რაღაცა წინაპლანზე წამოვწიოთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გადავდოთ ყველაფერი გვერდზე, რაც არაღთიური არის, რაც ყველაფერი ეწინააღმდეგება ღმერთის სიტყვას. და ის მერე იწყებს მუშაობას, მოდის და იწყებს მუშაობას. საქმეების წერილი, საქმე მოციქულთა წიგნი, ესეც კარგად ვიცით, მაგრამ შეხსენებისთვის მინდა 32 მუხლი ამბობს, საქმეების 4:32. ხოლო უამრავ მორწმუნესო და სხვადასხვა თარგმანში წერია, რომ არა მხოლოდ მორწმუნეს, არამედ მოწაფესაც კი ერთი გული და სული ჰქონდათო და არც ერთი თავის ქონებას არ უწოდებდათ არავის, არამედ ყოველივე მათი საერთო იყო. წმინდა წერილი ამბობს, რომ უამრავს ჰქონდა. შეიძლება ყველას ვერა, მაგრამ უამრავს ჰქონდა. წმინდა წერილი ამბობს, რომ ეს არ არის პრობლემა ჩვენს 21 საუკუნის პრობლემა არ არის. ეს პირველი მოწაფეების და ქრისტიანობის პერიოდშიც იყო ის პრობლემა, რომ ქრისტეს კი უნდა რომ ყველას ერთობა ყოფილიყო, მაგრამ იყო ხალხი მაინც ვინც არ ემორჩილებოდა ამ მდგომარეობას. მაგრამ უამრავი იყო იმ ქრისტიანობაში, იმ მოძღვრებაში შესული, ვისაც ჰქონდათ ერთობა. ვინც ამბობდა, რომ მე ჩემი მინდა გადავყარო, მე მინდა ჩემი წავიდეს ყველაფერი ცუდი, მოშორდეს ყველაფერი რაც არასწორი არის და დავემორჩილო, ისე ვამბობ, მშობიარობის ტკივილები ტკივნეულია. მაგრამ ის რაც იბადება, როცა მარიამს ანგელოზი რასეუნება, რაც შენგან დაიბადება, მრავალი ადამიანის სიხარული იქნება. თუ იმ ტკივილებზე ჩვენს გავივლი და ღმერთის ნება შევასრულებთ,
იმ დაბადებულიდან თუნდაც ერთობის დაბადება რომ მოვიდეს, რასაც პასტორი ბოლო კვირებში საუბრობდა, მრავალი ადამიანის სიხარული კი არ იქნება, მარტო უამრავი რაღაცების გაკეთება შეიძლება. ეშმაკი ყოველთვის ეწინააღმდეგება, რომ არ მოვიდეს ერთობა, რომ არ კონდეს დაძმებს ერთობა, იყოს განხეთქილება, იყოს ბაბილონი ჩამოტანილი. როცა დაბადების წიგნში მე-11 თავის მე-6 მუხლში წემს მაილაპარაკა, ხო? თუმცა ცუდ რაღაცას აკეთებენ, მაგრამ ცუდშიც კაი დაინახა, ღმერთმა თქვა, რომ ესენი ერთი ხალხია და ერთი ენა აქვთ და რასაც მოისურვებენ, ყველაფერს გააკეთებენ. ეშმაკი ზუსტად ამის წინააღმდეგ უნდა რომ მოვიდეს, რომ ბაბილონი ჩათესოს თითოეულ ჩვენთაგანში და თქვას, რომ არ იყოს თქვენ შორის თანხმობა, ერთობა არ მოვიდეს, ერთსულოვნება არ მოვიდეს, არ მოვიდეს გაგება. მოდი ყველამ ყველაფერი დავივიწყოთ და ვაკეთებთ იმას, რომ ჩვენ ისევ ვამბობ, ღმერთის ნება უნდა შევასრულოთ. ჩვენ აქ აი მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად ღმერთო. მე წეღანაც ვახსენე, რომ აზრთა სხვადასხვაობა უნდა იყოს, მაგრამ წმინდა წერილი რას ამბობს, იცით? ეს არის მე-11 თავი, კორინთელების წერილი. აზრთა სხვადასხვაობა უნდა იყოს, მაგრამ რისთვის? მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ არა უბრალოდ წავიკითხო, უბრალოდ ასე ვთქვათ, ვეკირკიტო და ჩავეძიო და მოვიძიო, რატო ამბობს და რატოა მაინდა-მაინც დასმული შეკითხვა ესე. ან რატო ამბობს მაინდა-მაინც წმინდა პავლე მოციქული ესეთ რაღაცას. ვინაიდან აზრთა სხვადასხვაობაც უნდა იყოს თქვენ შორის, რათა გამოჩნდეს მოსაწონიო თქვენ შორის. მოსაწონისთვის არის და არა უარესისთვის და არა ცუდისთვის. ანუ აზრთა სხვადასხვაობა დაშვებულია ერთ შემთხვევაში. თუ უკეთესად უნდა ემსახუროს ღმერთის სხეულის აღმშენებლობას. მაგრამ თუ ცოტა მაღლა წავიკითხავთ მე-17-18 მუხლებს იქ წერია, ხოლო ამას გამცნებთ და არ ვაქებ რომ იკრიბებით არა უმჯობესისათვის, არამედ უარესისათვისო. ვინაიდან ჯერ ერთი მესმის რომ ეკლესია, როცა ეკლესიად იკრიბებით დაყופანიაო თქვენ შორის, რასაც ნაწილობრივ უჯერებ. და მე ამბობს რომ აზრთა სხვადასხვაობაც უნდა იყოს თქვენ შორის. მაგრამ ისევ ამბობ პავლე მოციქული ამბობს, რომ უნდა იყოს აზრთა სხვადასხვაობა, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომელიც ემსახურება აღმშენებლობას. ეს არის მე-11 თავი კორინთელების 17-19 მუხლები არის. და წავიკითხავ კიდე მე-12 თავს კორინთელების წერილს. ესეც კარგად ვიცით, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა ერთ რაღაცას. მე მინდა წავიკითხო კორინთელების წერილი მე-12 თავი 4-დან 11 მუხლამდე, სადაც ჩამოთვლილი არის ის ნიჭებზე, მსახურებებზე და ასე შემდეგ. სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული იგივეაო. მსახურებანი სხვადასხვანაირია, უფალი კი იგივეა. მოქმედებანი სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი იგივეა, რომელიც ამოქმედებს ყველას ყველაში. მაგრამ თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასარგებლოთო. თუ უკვე ვატყობ, რომ ჩემი გამოვლენები უკვე საწინააღმდეგოა, ხო? ესე იგი უნდა გავჩერდე. შეჩერდი და გაიგეთ, როგორც წმინდა წერილი ამბობს, რომ მე ვარ ღმერთი. შევჩერდე, უნდა გავიგო, რომ ესე იგი რაღაცა სასარგებლო არ ხდება, რასაც ჩემგან გამოდის. უნდა შევცვალო ჩემი დამოკიდებულება, ისევ ამბობ, ტკივნეულია, რთული პროცესია, იცი რამდენი რაღაც, ალბათ დამეთანხმები ძალიან ბევრი, რომ რამდენს გვინდოდა, რომ ჩვენი ნება გამოგვეტანა. მაგრამ რაღაცა არ გაძლევს უფლებას, რაღაცა გვატორმოზებს, ასე ვთქვათ. რაღაცა გვაჩერებს, იმიტომ რომ თუ მინდა რომ ღმერთის ნება შევასრულო, თავარია იმას ესიამოვნოს. ჩემ მდგომარეობას აღარ უყურებ მე მესიამოვნა მეტკინა დავიჭერი, ამის წინას მე და ერთი პიროვნება საუბრობდით. იცი ძალიან ადვილი არის, იცი რა, აი აღარ შემიძლებს რომ დავანებე თავი და წავედი, შო. ეს არის ყველაზე ადვილი გამოსავალი. ყველაზე უადვილესი გამოსავალი, რამაც შეიძლება აი ადამიანმა აი გამოთქმარი ქართული რო ჩიტიო აფრენასე რო უნდოდაო ხო ხელისაქნევას ელოდებოდა. ანუ მიზეზი კი არ მინდა მე იმისკენ უნდა ვიყო ვაშკაცობას. პირველ კორინთელთა მე-16 თავის მე-13 მუხლი ამობს ესეთ რაღაც, იყავე ძლიერი, იყავით ვაშკაცონი. ანუ ვაშკაცობა იმას კი არ არის რაღაცა შტანგებს წერდნენ მარტო და რაღაც. რასაც წინა კვირას პასტორი საუბრობდა, რომ ღვთისმოსაობაში ვარჯიში. ვაშკაცობა იმაში გამოიხატება, რომ ჩემი სიძლიერე, ჩემი ვაშკაცობა იმაშია, რომ ამას კი არ გავექცე, რომ აი დავიღალე და წავედი. როგორ გამოვასწორო მე ის მდგომარეობა? აბა მოდი ამაზე ვიშრომებ მე. როგორ მივუძგი აი ამ საკითხს? აბა მოდი ამაზე დავიწყოთ საუბარი და ვიშრომო და ნახავთ როგორ შეიცვლება სიტუაცია. იმიტომ რომ მე ისე ვამბობ. ჩემი ნებისათვის არ მოვედი აქ.
თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ არა ვართ მოსულები იმისათვის, რომ ჩვენი ნება გავატაროთ აქ. იესო ქრისტე მოვიდა რისთვის, როცა ლოცულობდა გეციმანის ლოცვაში, ხო იცით? ქრისტეს არ უნდოდა, პირდაპირ წერია, რომ მას არ უნდოდა ღმერთო ამარიდე ეს სასმისი. ამარიდე, იმიტომ რომ იცოდა რამდენად რთული და მტკივნეულია. მაგრამ თუ შენი ნება დაეიყოს ასე. ჩვენ აი ის ყოველთვის მახსენდება ხოლმე და ამ ბოლო დროს ძალიან ჩაჭიდებული ვარ ამ მოხს რომაელების 15:4, რაც დაწერილა ჩვენ სასწავლებლად არის დაწერილი. იმიტომ კი არ დაიწერო რომ აი ნახე ან ის ქრისტე იყო, ან ვიღაცა ძალიან სულიერი იყო ჩემზე და იმიტომ გააკეთა. არა, იმიტომ რომ ჩემთვის არის რაღაცა სასწავლებელი. მე უნდა გავიაზრო, მე უნდა გავაკეთო ის რაღაცა, რომ შევცვალო მდგომარეობა. მე რას გავაკეთებ იმისათვის და გადავდგა ნაბიჯი, თუ ყველა ასე ვიფიქრებთ, რომ მოვიდეს ერთობა. მე არ ვამბობ სიამოვნებაზე, რომ სიამოვნებით მოვა ყველაფერი. აი ესე, დავაწყაპუნებ და გაჩნდება ყველაფერი ისე იქნება, როგორც გვინდა. დღემდე, რაც მე ეკლესიაში ვარ, ესე არაფერი არ ყოფილა. რომ გვინდოდა და გაკეთდა. წინა კვირასაც პასტორი ამოუწმებდა, როგორ ვიყიდეთო თუნდაც ნაძვის ხე, ხო? როგორ ვაკეთებ თუნდაც შესაწირავს. როგორ ვაკეთებ, აი ერთსულოვნება თუ იქნება, გარწმუნებთ. ერთსულოვნება უნდა იყოს როგორც ლოცვაში, როგორც შესაწირავში, როგორც განდიდებაში და ბევრ სხვადასხვა რაღაცებში, იმიტომ რომ ზუსტად იმას უყურებდა ღმერთი, რომ ერთი ხალხია და ერთი ენა აქვთო. კი ძვირია, მართლა ვინც იყიდა თუ ვინც ასე თქო პასუხისგებლობა აიღო, მაინც რამდენად რთული არის. მაგრამ რთული იცი რატო არ იქნება? როცა ყველა იღებს თავისი მცირედით მონაწილეობას, ყველას ერთ დონეზე არ შეუძლია, ისე ვამბობ. ყველას განსხვავებული აქვს თუნდაც ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ ლაპარაკი იმაზე კი არ არის, რომ ვიღაცას რახა მეტი აქვს და ვიღაცას ნაკლები რაღაც. აქ არის ერთობაზე. მე რას გავაკეთებ ერთობისათვის? რა ფასებს გადავიხდი? ფინანსური იქნება, ფიზიკური იქნება და რა ვიცი მე, ყველაფერი. მე მინდა წავიკითხო ფილიპელების წერილი. მეორე თავი. მეორე მუხლი. შეავსეთ ჩემი სიხარული, რათა იგივეს ზრახვიდეთ, გქონდეთ იგივე სიყვარული, იყოთ ერთსულოვანი და ერთნაირი მოსაზრებითო. ძალიან ბევრი ადგილები ლაპარაკობს იმას და ხას უსმობს იმ ფაქტორს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთსულოვნები. აი დაახლოებით რამდენი ვზივართ აი აქ. თქვათ 50, 60, 70 ხო სიტყვაზე. იცი რა რთულია 70 ადამიანის ერთსულოვნება. მაგრამ ბიბლია მარტივია თუ ყველა იმას შეასრულოს, რასაც წმინდა წერილი გვავალდებულებს. მაგრამ ნახეთ, ისრაელი არ იყო 50 და 60 კაცი, როცა ისინი უდაბნოდან გამოვიდნენ და მიდიოდნენ აღთქმულ ქვეყანაში. ისინი ძალიან ბევრი იყო, ისე 3 მილიონი იყვნენ დაახლოებით. მაგრამ საჯულთა მე-20 თავი როგორ იწყება, იცით? შეიკრიბა ისრაელი როგორც ერთი. ძალიან ადვილი, აბა მიდი ზოგჯერ ორ ადამიანს შორის შეთანხმებაშიც კი ვერ მოდის, რომ აი მოდი ამ დროს აქ ვიყოთ. ან მოდი აი ამაზე შევთანხმდეთ და ეს გავაკეთოთ. ისიც კი ვერ ხერხდება. და 3 მილიონს ეხუმრებით, მაგრამ იცი რატო? იმიტომ ყველამ თავის თავში გაანალიზა, გაითავისა, რომ მე ჩემს თავზე ვიღებ პასუხისგებლობას. მე სხვა არ მაინტერესებს. მე საკუთარი თავისთვის ანგარიშს ვაბარებ ღმერთს. ისე ვამბობ, მე ჩემი მეუღლისთვის არ ჩავაბარებ ანგარიშს. მე ჩემი ის თავისთვის ჩააბარებს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება კაი მოწოდებები თუ რაღაცები ერთმანეთს გაუზიაროთ, მაგრამ როცა არ მიდგება საქმე იმაზე, რომ ვინ რა ანგარიშს აბარებს, ეს მე ღვთის წინაშე ვარ. ვერავინ ვერ ჩემი ადვოკატი ვერ გახდება და ვერაფერს ვერ გააკეთებ ჩემს მაგივრად. მე უნდა ჩავაბარო, ამიტომ მე თუ ვაკეთებ იმას, რაც ჩემთვის მოსაწონი კი არ არის, რაც ღმერთს უნდა რომ ჩემგან გამოვლინდეს. ჩვენ ჭურჭელებათა ვართ მოხსენიებული წმინდა წერილში, ერთხეულათა ვართ მოხსენიებული წმინდა წერილში, მაგრამ ყოველივე ამას ისე ვამბობ, რომ ჩვენ თუ სათითაოდ საკუთარ თავს დავუწყებთ შრომას, შედი შენს ოთახში, როგორც წმინდა წერილი ამბობს და იესო ქრისტემ თქვა, შედი შენს ოთახში, დაფარულში შედი და ცხადად მოგიზღავს ღმერთი შენ. იმიტომ რომ იმ დაფარულში ისე ვამბობ, ძალიან შეიძლება ცრემლით იყოს, ტკივილით,
აღარ შემიძლია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. ერთ საინტერესო წინა კვირას პასტორიც ამბობდა ამ მუხლს, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ წავიკითხო ეს მუხლი და ერთ რამეზე გავამახვილო ყურადღება კიდე. ეს არის 1 კორინთელთა პირველი თავის 9 მუხლი. ხოლო მე შეგაგონებ ძმანო ჩვენი უფლისი იესო ქრისტეს სახელით რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს და არ იყოსო თქვენ შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანებული იყოთ გონებით და აზრით. რა შემთხვევაში მოდის განხეთქილება, იცით? რასაც მე დავაკვირდი აი მუხლის თანახმად. როცა ერთი სიტყვას ემორჩილება და მეორე არა. მერე მოდის უკვე აღრევ, რატო აღარ მესმის მე თამუნასი? ანუ სხვა ვინმეს, რატო აღარ მესმის? იმიტომ აღარ მესმის, რომ ერთი ვისაც უნდა რომ სიტყვა შეასრულოს და მეორე საერთოდ სიტყვა არ აინტერესებს. ადრე პასტორმა თქვა რომ როცა ახალი გადასულები ვიყავით ჩვენთან ეზოში მეუბნები რატო არ გინდაო ჩვენთან ჩამოდი რაღაც რაც მე მაინტერესებს თქვენ არ გაინტერესებთ რა თქვენ გაინტერესებთ მე არ მაინტერესებს როგორ უნდა მოხდეს ეს ერთობა თუ არ მაინტერესებს ორ ადამიანს შეუძლებელია რაც მე ანუ ამ მუხლიდან აზრი გამოვიდა შეუძლებელია თუ ორივე ადამიანი ეთანხმება სიტყვას და ემორჩილება სიტყვას შეუძლებელია განხეთქილება მოვიდეს შეუძლებელია მე ამას ვამბობ სრული გაბედულებით იმიტომ რომ შეუძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ვის შეუძლია როცა სიტყვას მე უკვე უკუვაგდებ როცა უკვე აღარ მაინტერესებს როცა უკვე აღარ მინდა რომ მე ჩემი გავიტანო თავარია აი შინაგანად მე ვიგრძნო კარგად თავი და ეს დაანგრევს თუ ააშენებს ჯერ კიდე საკითხავია რას მოიტანს და რას მოემსახურება ამიტომ არსებობს წმინდა წერილში აღთქმები ხო მაგალითად არის პირობითი აღთქმა არის უპირობო აღთქმა მაგრამ არის ისეთი მდგომარეობა რომელიც ჩვენ იმაზე კი არ თუ ამას გააკეთებ იმაზე კი არ არის დამოკიდებული უკვე იმაზეა რომ ჩვენ დავალება გვაქვს მოცემული არა ის რომ გააკეთებ თუ არ გააკეთებ უკვე ჩვენ აღარ გვეკითხება რომ გავაკეთებ თუ არ გავაკეთებ ჩვენ უკვე დავალება გვაქვს მოცემული იმისა რომ ეს უნდა შევასრულოთ ეს უნდა გავაკეთოთ ყველანაირი ასე ვთქვათ აი შეიძლება რომ არ გავაკეთო შეიძლება რომ ნუ გააკეთებ ეს ყველას თავისუფალი არჩევანია ღმერთი ყველას თავისუფალ არჩევანს უტოვებს მაგრამ რა მოყვება ამ არჩევანს და ამ არჩევანს უკან კიდე რა შეიძლება დადგეს ეს უკვე სხვა საკითხი არის ამიტომ განხეთქილება პავლე მოციქული კორინთოს ეკლესიას მიანიშნებდა და ეუბნებოდა შეგაგონებთ ყურადღებით იყავით არ გაგეპაროთ არ შეიძლება სხვადასხვა სინონიმები გამოვიყენოთ ყურადღებით იყავით თვალყური ადევნეთ იფხიზლეთ არ ვიცი კიდე რამდენი რა სიტყვა შეიძლება იყოს რომ შეგაგონებთ რომ ეს ყოველთვის უნდა ტრიალებდეს გონებაში რომ არ იყოს განხეთქილება რამ შეიძლება მოიტანოს განხეთქილება ისე ვამბობ სიტყვის უკუგდება უარყოფა სიტყვის უარყოფა სიტყვის უარყოფა სიტყვის უარყოფა და ასე შემდეგ მაგრამ თუ მოვა ორ ადამიანშიც კი თუ კი იქნება ღმერთის სიტყვა პრიორიტეტი ავტორიტეტი თავის ადგილზე დაყენებული იქ ერთობას წინ აღარაფერი უდგია ერთობას აღარაფერი უდგია წინ რომაელების წერილი მე-12 თავი მე-16 მუხლი ერთსვლოვნება გქონდეთ ერთმანეთში ქედმაღლობას ნუ გამოედევნებით არამედ მიხყევთ მორჩილ დიდი წარმოდგენა არ გქონდეთო თქვენს თავზეო აუ მე თუ არ ესე იგი всё ჩემს იქით კაცშულს ვეღარ ავხედავ მე თუ არ всё მე თუ ვერ გავაკეთებ მე თუ არ ვიყავი მე თუ ჩვენ სხეულად ავართ მოწოდებული კი ჩვენ პიროვნულად შეიძლება ჩვენ ღმერთს ვაბარებთ ანგარის ჩვენ პიროვნულად ვიღებთ გადაწყვეტილებას უფალს გავყვეთ თუ არ მაგრამ ის ვინც გადაწყვიტა და უკვე სხეულს უერთდება სხეული სხვადასხვანაირი არის განსხვავდებით ვინც აგზივათ ასაკით სქესით რავი გარეგნობით ყველანაირად განსხვავდებით ნიჭებით ტალანტებით რა ვიცი მე ფიზიკურობით არ ვიცი კიდე რა შეიძლება დავარქო მაგრამ იმიტომ ამოგვარჩი ამაში არის ღმერთის დიდებულება იმიტომ ამოგვარჩი ეს განსხვავებულები რომ აი ესეთ განსხვავებულებს რომ საერთოდ როგორც მაგნიტებს განზიდვის ის რო არა კაი რო ამოატრიალებ და რო აი ესეთები უნდა შეკრა აბა მიდი იმაში იპოვე ერთობა აი იმაში რომ იპოვე ერთობას აი მაშინ არის ეკლესია ძლიერი და ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია სულიერათაც ფიზიკურათაც ფინანსურათაც და ძალიან დიდი წინსვლები შეიძლება მოიტანოს ამან მაგრამ ისე ვამბობ შეიძლება ვერ მოვიდეს ეს ერთობა თუ კი მე უარს ვამბობ განსხვავება ისე ვამბობ ყველას გვაქვს ყველა სხვადასხვანაირი სოციალური ეკონომიკური თუ ყველანაირი განსხვავება არსებობს სულიერის მაგრამ არ ნიშნავს ეს იმას რომ მე არ უნდა ვიყო ერთობის მონაწილე
ღმერთმა დაგვიფაროს იმ ერთ მონას დავემსგავსოთ, ვინც ერთი ტალანტი ჩაფლა. თუ ჩაფლა, ხო, მე რო ერთ ცოტა მაქვს მოცემული, ის ცოტას მეუნება და ღმერთი იმ ცოტას მთხოვს, რომ ის ცოტა გამოიყენე. აი ჩემმა პატარამ რა შეიძლება შეცვალოს. ძალიან დიდი რაღაცები შეიძლება შეცვალოს. იმიტომ რომ მცირედში ვარ ერთგული, მცირედი რაც მომეცა იმას ვაკეთებ და აი ამ ერთობისათვის მე მზათა ვარ, რომ ჩემი რაღაცა მცირედი ნაბიჯები გადავდგა. ეფესელთა წერილი. მეოთხე თავი. პირველ 4 მუხლს წავიკითხავ. და ნახეთ აქ წმინდა წერილი ლაპარაკობს და პავლე მოციქული ეფესოს ეკლესიას მიანიშნებდა, რომ რაში ხართ მოწოდებულები და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ამიტომ აქაც ამობს, შეგაგონებთ მე, პატიმარი უფალში, მოიქცეთო იმ წოდების ღირსად, რომელშიც მოწოდებულნი ხართ. მოწოდება ყველას ისევ ამ განსხვავებულია, მაგრამ სხეულში ყველას თავის ფუნქცია აქვს. ღირსად მოიქეციო, ღირსეულად, რომ უფლის სახელი წმინდად იყოს შენახული. წმინდა იყოს სახელი შენი, ამას ეს ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ის სახელი წმინდა იყოს, ის ყოველთვის წმინდაა, მაგრამ ჩემგან გამოსული სიწმინდე, როცა ვიღაცა დაინახავს, წინაზე წემსი ამობდა ხალხმა როგორ უნდა ირწმუნოს ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს. ისინი უნდა წმუნდებოდნენ იმაში, რომ ჩემგან დაინახოს ღმერთი. ღვთიური ბუნება დაინახოს ჩემგან. აი ამაში დაინახავს ყველაფერს. მთელი მთავრდაბლობით, სიმშვიდით, სულგრძელობით შეიწყნარეთო ერთმანეთის სიყვარულით. ეცადოთ შეინარჩუნოთ სულის ერთიანობა მშვიდობის კავშირით. და ერთი სხეული და ერთი სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნეო. თქვენი მოწოდების ერთი იმედით. ისევ ამ ერთ სხეულად, ერთ სულათა ვართ მოწოდებული, მაგრამ გააჩნია მე რას გავაკეთებ ისევ ამ. გააჩნია მე რას ვაკეთებ აი ამ მდგომარეობისათვის. მე შეიძლება ვიყო მოწინააღმდეგე, მე შეიძლება ვიყო პირიქით, დამხმარე, რომ მოვიდეს ერთსულოვნება, ერთობა. მცირედით დავიწყოთ. დავიწყოთ იმით, რასაც წინა კვირებში პასტორი ლაპარაკობდა, რომ ერთობა, ერთსულოვნება ღმერთს უნდა ძალიან. ძალიან უნდა, რომ ეკლესიაში ერთობა, ხალხი, რავი, ნარკომანებით ერთსულოვნებას პოულობენ და ერთობას პოულობენ. შეიძლება იყოს სმელები, ლოთები, მუსიკოსები, ხელოვნები, შეიძლება კიდე სხვადასხვა დარის ექიმები და კიდე სხვები, მაგრამ ისევ ამბობ. ეკლესიაში ყველა არის სხვადასხვანაირი, ყველა აბსოლუტურად, მაგრამ მათი ერთობა შეიძლება რამდენად შეიძლება რთული, იმდენად ძალიან როგორ ვთქვა, იმდენად აი დიდებულია, იმიტომ რომ იესო ქრისტემ თქვა, რომ მე ავაშენებო ჩემს ეკლესიას, ის აშენებს და მე შეიძლება მოწინააღმდეგე მდგომარეობაში ვიყო და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამ წინააღმდეგე მდგომარეობაში ვიყო. ჩვენ გვაქვს სრული ვალდებულება და პასუხისმგებლობა აღებული იმაზე, რომ მე ძმასო შებრკოლება არ მისცესო. ესე წერია. გალატელების წერილს წავიკითხავ ამას. ეს არის გალატელების წერილი. თუ არ ვწდები, მეხუთე თავი? კი. მეხუთე თავი, მე-13, მე-15 მუხლები. ხოლო თქვენ ძმებო, თავისუფლებისათვის ახართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად. ანუ მე ჩემი, ასე ვთქვათ, კათედრის აქეთ ვიტყვი, კი არ უნდა გავისწორო. მე უნდა ვასიამონო ღმერთს. საამებელი არ უნდა გახდესო ეს თავისუფლება. არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს, ვინაიდან მთელი ჯული ერთ აღთქმაში მდგომარეობს, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. და მე-15 მუხლი, მაგრამ თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს, ნახეთ რომ ერთმანეთი არ მოსპოთ. აი ეს უნდა ზუსტად ეშმაკს. აი ეს უნდა რომ აი იმაში დაგვიჭიროს. და უნდა დავინახოთ ავტორი ყველა იმ აზრისა, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტეს სხეულის მშენებლობას, ვინ არის ამის დამრღვეველი. და თუ დამრღვევი ვარ, ძალიან მოსანანიებელ მდგომარეობაში უნდა ჩავიყინო თავი და ვთქვა რომ ღმერთო მე უნდა შევცვალო ჩემი მდგომარეობა საჩქაროდ. იმიტომ რომ ეს აღმშენებლობას არ ემსახურება. ეს გაფრთხილება არის ალბათ ყველა ჩვენთაგანისათვის, ვისაც ეს ჭირდება. და იოანეს ახარება. ეს არის მე-17 თავი, იესო ქრისტეს ლოცვა. გეციმანიის ლოცვა. მე-17 თავი, მე-11 მუხლი. მე აღარა ვარ ქვეყნიერებაზე, იესო ქრისტე ღვთის მიმართ ლოცულობს, მაგრამ ისინი არიანო ქვეყნიერებაზე.
მე კი შენთან მოვდივარ მამაო წმინდაო დაიცვა ისინი შენი სახელით რომელიც შენმე მომეცი რათა ჩვენებრ ერთნი იყვნენო იესო ქრისტე ხას უზომავს როგორც ჩვენა ვართ ერთნი მინდა რომ ღმერთის სურვილი იყო მისი ლოცვის ამოსავალი წერტილი იყო ისა რომ ღმერთ როგორც ჩვენა ვართ მამაო როგორც ჩვენა ვართ ერთი მინდა რომ ისინიც ერთნი იყვნენ და მე აგრძელებს კიდე ეს არის 20-22 მუხლები მე მხოლოდ ამაცი არ გავედრიბე არამედ იმაზე ვინც ჩემი სწამთ მათი სიტყვითო რათა ყველა ერთი იყოს როგორც შენ ჩემში მამაო მე კი შენში რათა ისინიც იყვნენ ჩვენში რათა ირწმუნოს ქვეყნიანობა შენმე წარმოგზავნე და მე დიდება რომელიც შენ მომეცი მე მათ მივეცი რათა ერთნი იყვნენ როგორც ჩვენ ვართო ერთნი და აი ამ ლოცვაში იესო ქრისტე ამბობდა რომ მე არ გეუნებიო რომ წაიყვანო ისინი მე გეუნები რომ დაიცვა რისგან უნდა დაგვიცვას ღმერთმა იესო ქრისტე შუამდგომლობდა იმ ლოცვით რომ ერთობის წინააღმდეგ მტერი ვინც არის აი ამისგან დაგვიცვას რომ იმ ერთობას ყავს მოწინააღმდეგე რომ შეუშალოს ხელი და აი ამ ხელის შეშლაში ღმერთი მეუბნება დაიცავი ღმერთო ეს არ მოხდეს რომ ერთობა არ მოვიდეს ეკლესიაში ერთობა არ მოვიდეს სხეულში ერთობა არ მოვიდეს დაძმებს შორის ისევ გავიმეორებ რომ უფალი აშენებს თავის ეკლესიას თავის საპატარო ძვლს უნდა რომ წარიდგინოს თავის დიდებული ეფესელებს წერია რომელშიც არ არის არც ლაქა არც მანკი არც მისი მსგავსი რაიმე რომ წარიდგინოს კი ის აშენებს მაგრამ მე ვარ მიმყოლი მე ვაკეთებ იმას რასაც უფალი მეუბნება მე ვიზიარებ მის ნებას მე ჩემს ხოს უკანუდებ გვერდზე ვწევ ეს ადვილია სალაპარაკო ჩვენ შეიძლება 1 საათი ვსაუბრობთ ამასთან დაკავშირებით და შეიძლება კვირების რამოდენიმე მსახურება დაერთვოს მაგრამ შეიძლება მთელი ცხოვრება გახდეს საჭირო რომ აი ამას მივახციოთ ამისათვის ბრძოლისათვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რომ რაფას გადავიხდი იმისათვის რომ უფლის ლოცვა განხორციელდეს დღეს ის ლოცვა დღესაც მოქმედებს უფალო დაიცავი რომ ისინი ეშმაკს უნდა რომ არ იყვნენ ერთნი რომ მოიტანოს განხეთქილება და ბევრი რამ რაც ჩვენ წმინდა წერილში ვხედავთ და რაც ჩვენ ვნახეთ რომ ერთობის წინააღმდეგ მტერი ძალიან არის განრისხებული იცის რომ როგორც ჰეროდეს სული იესო ქრისტეს დასდევდა რომ მოეკლა პატარობაშივე ჩანასახშივე სურვილშივე უნდა რომ გაანადგუროს თუნდაც ერთობისაკენ მიმავალი გზა იმიტომ რომ იცის ის რომ გაძლიერდება უკვე იმ სიძლიერეს ძნელია რომ მოუგო რამე ან ებრძოლო საერთოდ ამიტომ ცდილობს ცირედ ჩანასახებში გაანადგუროს რასაც ქვია მაგრამ ჩვენ დაყენებულებები ვართ იმისათვის პასუხისგებლებად აქ რომ საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ პასტორი სულ იმას ამბობს მოსთხოვე საკუთარ თავს სთხოვე სხვას კი არ მოსთხოვე სხვას თხოვე სხვას მაგრამ მოსთხოვე საკუთარ თავს თუ ყველანი ესე ვიქნებით თუ ყველანი ფას გადავიხდით თუ ყველანი მოვითმეთ ერთი ესეთი სახუმარო ის არის და მე ცოტა რამოდენიმე წუთი დამრჩა და საქართველოში ძალიან ბევრი სუპერგმირები ყავს თითქმის ყველა საქართველოს ცხოვრები სუპერგმირიაო რანაირად ხო ეკითხებიან აი ხო არის მაგალითად ბეტმენიო რაღაც ან სპაიდერმენი ან კიდე ბევრი ხო არის სუპერგმირები ხო საქართველოში არიან ვითმენებიო ანუ ვითმენ სულ ყველაფრის მოთმინება მიჭერს ვითმენ ანუ ყველა სუპერგმირი გამოდის უკვე ანუ ვითმენ იმიტომ რომ ვისთვის ვითმენ რატო ვითმენ ანუ მოთმენებისთვის უნდა მქონდეს თუ ვითმენ იმიტომ რომ მე უკეთეს მომავალს ველოდები ვითმენ იმიტომ რომ ქრისტეს ხეულის აღმშენებლობისათვის მე შეიძლება ისე ვამბობ ვიღაცისთვის უნდა გავხდეს სანიმუშო და ბევრი რაღაცეები გვაქვს მოთმინება ამიტომ ყველანი შეიძლება სუპერგმირები იყოთ და საკუთარი თავები წარმოვიდგინოთ სუპერგმირებად ეს ხუმრობით რა თქმა უნდა მაგრამ წმინდა წერილი ძალიან ბევრ ადგილას ლაპარაკობს და დასასრულს ვიტყვი იმას რომ ეს სიტყვა მოდი არ დავკარგოთ ჩვენ შინაგანში რომ პოხიერნიედაგზე დაითესოს რომ ეს ნაყოფი მოიტანოს ეშმაკი აი ამ წამიდან ეცდება რომ უკვე გაყოფა მოიტანოს აი ამ წამიდან ეცდება რომ დაიწყოს მუშაობა მაგრამ ჩვენ სიფხიზლე იმიტომ გვეუბნება იესო ქრისტე ეუბნებოდა იფხიზლეთ რო არ ჩავარდეთ განსა იფხიზლეთ ანუ რას ამობს წმინდა წერილი რომ სიფხიზლე ჩემი ვალდებულებაა პასუხისგებლობა რომ იმდენად ფხიზლად ვიყო რომ მე შევძლო რომ აი ამ ტერს და მეტოქოს მე უფლის დახმარებით შევძლო წინააღმდეგობის გაწევა და პეტრეს წერილს წავიკითხავ ეს არის პირველი პეტრეს წერილი
მეორე თავის მეხუთე მუხლი. თქვენც აშენდით ცოცხალი ქვებივით სულიერ სახლად. წმინდა სამღვდელობად სულიერ მსხვერპლთა შესაწირად სასურველად ღმერთისა იესო ქრისტეს საშუალებით. ყველგან ლაპარაკი არის 1 პეტრეს 2:5. იესო ქრისტეს სასურველად. ღმერთის ნების გასატარებლად. ისევ ჩვენ არა ვართ მოსულები ჩვენი ნების გასატარებლად. თუ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ღმერთს გავყვეთ. ბიბლია ამბობს ლუკას ახარებაში მე-9 თავი. მე-60 მუხლი, თუ 60-62 მუხლები. ვინც გუთანს ხელს მოკიდებს და აქეთ-იქით იყურება, არ გამოდგება ღმერთის სასუფევლისათვის. მოვკიდოთ ხელი. მე მჯერა რომ დაგვეხმარება ღმერთი აუცილებლად ყოველივე ამის მშენებლობაში. მთავარია ჩვენი მონდომება, სურვილი და ღმერთზე მიყოლა იყოს და ყველაფერი განხორციელებადი არის. შეგიძლიათ წამოდგეთ. ვილოცოთ ღმერთს ვთხოვოთ. ღმერთს ვთხოვოთ რომ დაგვეხმაროს. ისე ვამბობ. ქარი წვიმა და მდინარე ძალიან ბევრ შემთხვევაში მოდის. ღმერთს არ უთქვია რომ ის არ მოვა. იესო ქრისტეს არ უთქვია რომ ის არ მოვა. ის აუცილებლად მოვა. მაგრამ ჩემი საყრდენი, ჩემი საფუძველი, ჩემი საძირკველი, ქვიშაზეა ჩემი სახლი. სულიერ წეღარ როგორ წავიკითხე, სულიერ სახლად აშენე. ჩემი სახლი კლდეზეა აშენებული თუ ქვიშაზე. თუ ქვიშაზე ის აუცილებლად დაეცემა, დღეს თუ ხვალ აუცილებლად დაეცემა. მაგრამ თუ კლდეზეა, მას ვერაფერი შეარყევს, რაც არ უნდა იყოს. ქარი წვიმა და მდინარე აუცილებლად. მაგრამ მე როგორ დავხვდები? ამას აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა.